ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით ისეთ არხებზე, რომელიც ასე ვთქვათ, ასოცირდება უფრო რუსულ პროპაგანდისტურ მედიებთან, მაგალითად Telegram-ის ზოგიერთ არხზე ვრცელდება ისეთი ვიდეოები, სადაც ერთგვარად ცდილობენ ახსნან გარკვეული წარუმატებლობა რუსული არმიის ფრონტის ხაზზე, თავად რუსებმა, რუსი სამხედრო ბლოგერები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ასეთი ბოლო კომენტარი, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელ Telegram-ზე, არის დიმიტრი როგოზინის საკუთარ Telegram არხზე გავრცელებული ვიდეო. მან გამოაქვეყნა ინტერვიუ ერთ-ერთ სამხედრო ბლოგერთან, სადაც საუბარი არის თუ რატომ ვერ აღწევს რუსეთი წარმატებას ფრონტის ხაზზე. აქ საუბარი არის ისეთ საკითხებზე, რომ ესე იგი უკრაინული დრონების იერიშები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და რუსეთი მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებას აღწევს და რას ნიშნავს ტაქტიკური წარმატება არის ის, როდესაც კონკრეტული დანაყოფი მხოლოდ რამდენიმე კვადრატული კილომეტრით ახდენს ტერიტორიის დაკავებას. აქ სტრატეგიულ მიზნებზე დონეცკის ოლქის მთლიან დაკავებაზე, ლუჰანსკის ოლქის მთლიან დაკავებაზე საუბარი ზედმეტია და სწორედ ამიტომ შეფარულად დიმიტრი როგოზინი, რომელიც როსკოსმოსის ყოფილი მეთაურია და ამავდროულად ახლა იკავებს პოზიციას, არის ერთ-ერთი მოხალისეობრივი დაჯგუფების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი, ამავდროულად ის არის სენატორი, შეფარულად აკრიტიკებს რუსეთის სამხედრო ელიტას ამ ოპერაციის წარუმატებლობაში. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ დიმიტრი როგოზინის ინტერვიუდან ეს ამონარიდი, რომელიც მან საკუთარ Telegram არხზე გაავრცელა. И вот если двигаться такими традиционными способами, как мы сейчас двигаемся, да, то есть в основном вся თუ კლავ ტრადიციული მეთოდებით გავაგრძელებთ მოქმედებას, მთელი ომი ტაქტიკურ დონეზე გაგრძელდება. ესაა მოქმედება შემტევი მცირე ჯგუფებით, რომლებშიც 3, 4 ან 5 ადამიანია. Мужики где-то, ну, наверное, возраста примерно близкого к нам, да? მეომრები დაახლოებით ჩვენი ასაკის არიან. ახალგაზრდები კი рატომღაც დაცულები არიან ყველანაირად. Пирогами. Вот, и вот эти вот мужики, пусть ფრონტზე ყველაფერიდან აღებულია. დრონები ყველა მხრიდან ცეცხლსნიან. მებრძოლებს ჯავშანი აქვთ. იარაღიც უნდა ჰქონდეთ და საბრძოლო მარაგიც. И у него автомат должен быть, и боекомплект должен быть у него. მათ ერთდროულად ამოცანის შესრულებაზეც უნდა იფიქრონ და დრონებსაც დაემალონ. ეს ძალიან რთულია. Вот это все встать с этим невозможно со стула, не то что идти куда-то наступать. Это очень და თუ კი საბრძოლო ტექნიკაც გამოჩნდება ამ ზონაში ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრში ის განადგურდება. Боевое соприкосновение, она будет сожжена. ესაა საკვანძო პრობლემა, ძალთა თანაფარდობა. ეს мотивაციაზეც აისახება. Да, по оснащенности, по უკრაინელები მოტივირებული არიან. ისინი ხომ რუსები არიან. რუსულად საუბრობენ. რუსები კი არ ნებდებიან. Слушай, там русские люди. რუსი სამხედრო ბლოგერები უფრო მეტად კრიტიკულები არიან. სამხედრო ბლოგებზე ხვდებით ისეთ კომენტარებს, სადაც ისინი ღიად აკრიტიკებენ რუსული არმიის მომზადების ხარისხს, საუბრობენ, რომ არასაკმარისად ხდება ჯარისკაცების მომზადება და შემდეგ ერთგვარს აზარბაზნე ხორცად გამოიყენება ისინი ფრონტის ხაზზე და ამ ხრივ მათი კრიტიკა კიდევ უფრო ნათელია და ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთი რუსი სამხედრო ბლოგერის კომენტარი ვნახოთ, თუ როგორ აკრიტიკებს ის რუსულ სამხედრო ელიტას. შეგახსენებთ, ჩემს დანაყოფში ყველაფერი კატასტროფულად ცუდადაა. მომზადება პრაქტიკულად არ არსებობს. მიდიხარ ფრონტზე ყოველგვარი მომზადების გარეშე, პირდაპირ გაგზავნიან ბრძოლაში, მაქსიმუმ 2 კვირის შემდეგ. მდგომარეობა ძალიან რთულია. დასკვნა ძალიან მარტივია, ბიჭებო. ჩვენ ისეთი კატასტროფისა და მსხვერპლის წინაშე ვდგავართ, რომელიც 1941 წელს მნიშვნელოვნად გააფერმქრთამებს. ეს ყველაფერი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო არმიამ დონეცკის ოლქის ცენტრალურ მიმართულებაზე წარმატებას ვერ მიაღწია. ყოველ შემთხვევაში იმ წარმატებას, რასაც რუსი სამხედრო ბლოგერები და რუსი სამხედრო ელიტა ელოდა. ეს იყო დონეცკის ოლქის სრულად დაკავება, რისთვისაც ამ პლაცდარმისთვის შესაქმნელად ჭირდებოდათ დასახლება პოკროვსკის აღება. პოკროვსკის ასაღებად კი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს უწყვეტი იერიშები, აი მაგალითად გასული 24 საათის განმავლობაში მხოლოდ პოკროვსკის ფლანგზე დაახლოებით 60 რუსული იერიში მოიგერია უკრაინის არმიამ და ამ
ინტენსიური იერიშების მიუხედავად პოკროვსკი კვლავ უკრაინის კონტროლქვეშ არის და სწორედ ეს არის ეს წარუმატებლობა არის ის ფაქტორი რაც განაპირობებს რუსი სამხედრო ბლოგერების და აწი როგორც ნახეთ უკვე ყოფილი სამხედრო უბრალოდ ყოფილი რუსეთის დუმის დეპუტატის როგოზინის კრიტიკის საგანიც